ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები ამ წუთებში ხვდებიან ქართული ოცნების დეპუტატებს და როგორც ცნობილია ამის შემდგომ ცალკე შეხვედრაა დაგეგმილი არჩილ გორდულაძესთან. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. სწორედ ამ კომიტეტმა მიიღო ყველა ის კანონი, შემზღუდავი კანონი, რომელსაც მათ შორის პარტნიორები მიიჩნევენ რეპრესიულად და ასევე არჩილ გორდულაძე არის ერთ-ერთი ავტორი საკონსტიტუციო სარჩელისა, რაც პოლიტიკური პარტიების აკრძალვას მოითხოვს და ამიტომ დელეგატებმა გადაწყვიტეს, რომ მას ცალკე დაუსვან კითხვები. როგორც ჩანს, მათ აქვთ დიდი ინტერესი და შესაბამისად ყველა მიმართულებით აგროვებენ ინფორმაციას და ახლა ისინი ხვდებიან ლევან მახაშვილს, ლევან მაჭავარიანს და სავარაუდოდ ეს შეხვედრაც გაგრძელდება დიდხანს, ისევე როგორც გაგრძელდა დაგეგმილზე დიდხანს საუბარი შალვა პაპუაშვილთან. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების წევრების განცხადებები წინასწარ მიანიშნებს, რომ ისინი უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ყველა იმ უკმაყოფილებას, რაც გამოხატულია ევროსაბჭოს რეზოლუციებში და ამბობენ, რომ ყველა მიმართულებით მათ აქვთ არგუმენტი და სავარაუდოდ დიდხანს გაგრძელდება ეს საუბარი. საუბარი კი ალბათ შეეხება რეპრესიულ კანონებს, ასევე შეეხება საგარეო პოლიტიკას, ქართული ოცნების წარმომადგენლებს ჩვენ მკითხეთ, შეძლებენ თუ არა განწყობების შეცვლას და დარწმუნებას დელეგატებისა, რომ მათი საგარეო პოლიტიკა ემთხვევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას, თუმცა მათ კაფეო პასუხი ამ ეტაპზე არ აქვთ. საინტერესო იყო ლევან მაჭავარიანის პასუხი Deep State-თან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე. ის ამბობს, რომ შეხვედრის შემდეგ უფრო მეტად ნათელი იქნება ევროსაბჭოს დელეგაცია ექვემდებარება თუ არა Deep State-ის გავლენას. Όλოდ მივესალმებით ხანგრძლივ შეხვედრას, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ კარგად წარიმართა შეხვედრა და მათიდან გამომდინარე სავარაუდოდ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ არგუმენტირებული, ასე ვთქვათ, მსჯელობა იქნება და არგუმენტებს წარმოგვიდგენენ ქალბატონები და ბატონები, პასის დელეგაციის წარმომადგენლები და ნებისმიერი საკითხი იქნება ეს ეგრეთ წოდებული რეპრესიული კანონი თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა აგვიხსნან და დაგვისაბუთონ, რატომ აქვს ასეთი შეხედულება. სამწუხაროდ Deep State-ის გავლენები ზოგადად მთლიანად ევროპულ ბიუროკრატიაში ძალიან ფესვს გადმულია, ესე რომ ვთქვათ, და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ჩვენ ხედავთ, როგორი ბრძოლა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ ძალებთან მიმართებით და ვისურვებდით, რა თქმა უნდა, რომ ევროპამაც დააღწიოს თავი ამ არაფორმალურ ოლიგარქიულ მმართველობას და იზრუნონ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ევროპელმა ლიდერებმა თავიანთი ქვეყნის სუვერენიტეტზე, ხოლო ევრობიუროკრატებმა კი ევროკავშირის გაძლიერება. Თქვენი აზრით წინასწარი განწყობა როგორ იგებთ, როცა დატოვებენ ისინი ქვეყანას, მათი შეფასება საქართველოზე იქნება დადებითი მოახერხებთ ამას? რა თქმა უნდა, ეხლა საქართველოს მიმართ მათი შეფასება იქნება პოზიტიური, ჩვენ გამოვირჩევით სტუმარ მასპინძლობით, შესანიშნავი კერძებით, სამზარეულოდ და ასე შემდეგ და მგონია, რომ ძალიან კმაყოფილებით წაგრძელდებიან საქართველოს. თქვენ რას აპირებთ, რომ უთხრათ პარტნიორებს, საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა ჰქონდათ პაპუაშვილთან. ბატონო, რეპრესიულ კანონებზე სასაუბროთ მზად ხარ? მანამდე გარდა ქართული ოცნების ლიდერებისა, ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციას, გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები დელეგატებს ესაუბრებოდნენ მათი გადაწყვეტილების შესახებ, თუ რატომ გადაიფიქრეს, უბრალოდ რატომ შეწყვიტეს საპარლამენტო ბოიკოტი და შეუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას. სხვა მხრივ ასევე გიორგი შარაშიძეს ჩვენ მკითხეთ იმის შესახებ, რომ ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე გაწყვეტილი აქვს კომუნიკაცია, უბრალოდ თანამშრომლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან, რადგან საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში თანამშრომლობაზე თავად ქართულმა ოცნებამ თქვა უარი, თუმცა შარაშიძე გვეუბნება, რომ შესაძლოა არც იმსახურებს ამ თანამშრომლობას ქართული ოცნება, თუმცა ეს ქვეყანას აზიანებს და ის ფიქრობს, რომ პირიქით ყველა პლატფორმა უნდა იყოს გახსნილი ქართული ოცნებისთვის, რათა მისი ანგარიშვალდებულება გაიზარდოს. ჩვენ ვესაუბრეთ ყველა პროცესზე, რა თქმა უნდა, მათაც უთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა, ასევე უთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, რაც სამწუხაროდ, რამაც ასევე დააზიანა ოპოზიცია და ავუხსენით ყველა ის გარემოება და ფაქტორი, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების საშუალება. უთხარით ისიც, რომ ვიზა ლიბერალიზაცია და უვიზო მიმოსვლის რეჟიმი უნდა შეუნარჩუნდეს ქართულ ხალხს, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ხალხის მონაპოვარია და მიუხედავად იმ მძიმე დანაშაულებისა, რასაც ჩადის ოცნების რეჟიმი, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ქართულ ხალხს უნდა შეუნარჩუნდეს.
რამდენიმე დღიანია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი თბილისში. მათ ჰქონდათ უკვე საუბარი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ოპოზიციურ პარტიებთან და გარდა ამისა, თუ კი მათ დღის წესრიგს დავაკვირდებით, მათ სურთ რომ მოინახულონ ასევე ციხეში დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერები და ასევე მზია ამაღლობელი, სურთ რომ ესაუბრონ ნიკა მელიას, ზურა ჯაფარიძეს, გიორგი ვაშაძეს, თუმცა დღის წესრიგში წერია რომ ეს ამისთვის ისინი დახმარებას თხოვენ საქართველოს პარლამენტს, რომ ამის ორგანიზება მოხდეს, არ ვიცით საბოლოოდ ქართული ოცნება ამის საშუალებას ევროპელ დელეგატებს მისცემენ თუ არა. შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს ქართული ოცნების დეპუტატებთან და შემდგომ უკვე როგორც გითხარით, ცალკე შეხვედრა გაიმართება არჩილ გორდულაძესთან.